ბაბუაცვერას სამკურნალო მცენარე, ნაყენის რეცეპტი. ბაბუაცვერა საქართველოს თითქმის ყველა რაიონშია გავრცელებული. ნედლეულად იყენებენ ბაბუაცვერას ფესვებს. მათ გვიან შემოდგომით, ფოთლების ჩქნობის ფაზაში თხრიან ნიჩბებით, მიწას ჩამობერტყავენ, შემოაჭრიან ფოთლების ნარჩენებს. ფესვის წვეროს, გვერდით წვრილ ფესვებს რეცხავენ ცივ წყალში და ტოვებენ ჰაერზე რამდენიმე დღე, სანამ არ შეწყდება მისგან ძეწვენის გამოყოფა. შემდეგ გაშლიან ქაღალდზე თხელფენად და აშრობენ ჩრდილში. ხალხურ მედიცინაში ბაბუაცვერას ფესვების ნაყენს იყენებენ კუჭ-ნაწლავის მოქმედების გასაუმჯობესებლად. როგორც მადის მომგვრელ ნაულის სადენ საშუალებას. იყენებენ აგრეთვე ბუასილის სამკურნალოდაც. ბაბუაცვერას ფესვებს აქვთ სიცხის დამწევი და ყოფნდენი მოქმედება. მისგან დამზადებულ ნაყენს სვამენ ძირმაგარების, ფერის მჭამელების და კანზე გამონაყარის დროს. ბაბუაცვერას რძეწვენს ისვამენ კოჟრებზე და მეჭეჭებზე. ბაბუაცვერას ფესვების ნაყენის მოსამზადებლად ერთი სუფრის კოვზი დაქუცმაცებულ ფესვები მოათავსეთ მომინან კრებულ ჭურჭელში, დაასხით ერთი ჩაის ჩიქა მდუღარე წყალი, დაახურეთ თავსახური, ჩადგით მდუღარე წყლის აბაზანაში, ადოვეთ 15 წუთი, ხშირად ურიეთ. შემდეგ გააცივეთ 45 წუთის განმავლობაში. გადაწურეთ დარჩენილი მასა გამოწურეთ, შეავსეთ ანადუღარი წყლით საწყისი მოცულობის 200 მგ-ის მიღებამდე. შეინახეთ გრილ ადგილზე არაუმეტეს 2 დღე ღამისა. ნაყენი რეკომენდირებულია მიიღოთ თბილი სახით მესამედი ჩიქა 3-4 ჯერ დღეში ჭამის წინ 15 წუთით ადრე, როგორც ნაულის დასადენის საშუალება და კანის იმ დაავადებების დროს, რომლებიც ზემოთ იყო აღნიშნული. კუჭ-ნაწლავის დაავადების, მეტეორიზმისა და ბუასილის დროს ნაყენი დაამზადეთ შემდეგნაირად: 2 ჩაის კოვს დაქუცმაცებულ ფესვებს დაასხით 1 ჩაის ჩიქა ცივი წყალი, დადგით 8 საათის განმავლობაში, გადაწურეთ, მიიღეთ მეოთხედი ჩიქა 2 ჯერ დღეში ჭამის წინ. ბულგარულ ხალხურ მედიცინაში ბაბუაცვერას ფესვებს ხმარობენ ათეროსკლეროზის დროს. საფრანგეთსა და იტალიაში ბაბუაცვერას ფოთლებისაგან ამზადებენ სხვადასხვა სახის სალათებს, მათ იყენებენ როგორც საერთო გამაჯანსაღებელ საშუალებას.